BBC სპორტმა გავრცელა ინფორმაცია 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების ფასებთან დაკავშირებით, რამაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გულშემატკივრების ბრაზი განსაკუთრებით გამოიწვია ფინალის ბილეთების ფასებმა და სავსებით ლოგიკურათაც, ვინაიდან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალთან შედარებით ამ ბილეთების ფასი 7-ჯერ იქნება გაზრდილი. და რაც შეეხება კონკრეტულად თანხას, ბიუჯეტური კატეგორიის ბილეთები დაიწყება $4,000-დან. პარალელურად რომ გავალოთ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატთან, მაგალითად ნახევარფინალური მატჩის ბიუჯეტური კატეგორიის ბილეთების ფასი იწყებოდა დაახლოებით $800-900-დან. Რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან დიდი გაღიზიანება გამოიწვია ამ ფაქტმა ფეხბურთის გულშემატკივრებში და ყველა ამბობს, რომ ეს არის მსოფლიო ჩემპიონატის ტრადიციების ძალიან დიდი შეურაცხყოფა. და იმ გულშემატკივრების ფაქტიურად უგულებელყოფა, ვისაც უბრალოდ არ აქვს ამხელა სახსრები, რომ დაესწრო მსოფლიო ჩემპიონატს და ამ დროს თავისი ქვეყნის გულშემატკივრობა ყველა ძალიან სურს. აქედან გამომდინარე გამოიწვია ამ ყველაფერმა ძალიან დიდი ქაოსი და აჟიოტაჟი და ძალიან დიდი შეტევა მიდის FIFA-ს მიმართ და ითხოვენ გულშემატკივრები, რომ გაუქმდეს ბილეთების გაყიდვა და გადაიხედოს ფასებზე. დამიწერეთ თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით კომენტარებში.